მეგობრებო, საერთოდ გაშლა უნდა გაიგოთ ახლა თემატიკით. ჩებქეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და თემატიკა იქნება რას გადმოგცემს მაღალი ძალები თქვენ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ვერაფრით ვერ მოვისვენე, სანამ არ დავჯექი და კარტი არავე ხელში და გაშლა არ დავიწყე და სავარაუდოდ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მაქვს ვიღაცისთვის, მაინც სათქმელი, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს მილიონ ადამიანში, ალბათ ღირს ჩემი აქ დაждომა და მოусვენრობა იმათ, რომ ეს ინფორმაცია გადმოვცე იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის. იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვენ პარტნიორზე და იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენად ის გაშლა არის თქვენზე, გავიგოთ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა. რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ლაიკები ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ, გამოწერა არ დაგეზაროთ და გააქტიურდით ნებისმიერი თქვენ ჩატებული ენერგიისთვის უღამესი მადლობა. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა? მე-14 მაღალი არკანი ამოდის, ეს არის პრინციპში მთავარ ანგელოზის კარტი, თქვენ გვერდით, თქვენი ანგელოზია რართულ მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ ახლა და დაკიდებული კარტი ამოდის ასევე მაღალი არკანი მე-12 მსხვერპლი, დაკიდებულ სიტუაციაში მყოფი ადამიანი, თავდაყირა, ხეზიანი, ცოტა კამერა ვერ იჭერს. ხეზი ადამიანი დაკიდებული და 180 გრადუსით შებრუნებულ მდგომარეობაში უწევს აითვისოს კი არა და მიიღოს ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება, ვერ შეუძლია მოძრაობა, ვერ შეუძლია ხიდან ჩამოსვლა, იმიტომ რომ მიბნეულია თოკით აი ამ ხეზე და მაღალი არკანები ამოდის, მინდა გითხრათ და 4-იან ხმალი. 4-იან ხმალზე ამ შემთხვევაში ამ კარტზე ულამაზესი კარტია ჩემთვის, ერთ-ერთი ბოლო ახალი კარტებიდან, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ლამაზი და ძალიან მეტყველი კარტებია და კარგად გადმოცემს. მიყვარს ამ კარტზე გაშლა. ნახეთ, ამ შემთხვევაში გოგონა არის ლოგინზე მიწოლილი, დაუძლურებული ტირილის რეჟიმში, არ ვითომ ძინავს, მაგრამ ვერ ძინავს, სტრესებში აბსოლუტურად ემოციურად გადართული. 4-იან ხმალი ძირითადად არის პაუზის კარტი, შესაძლებელია თქვენ ურთიერთობაში არის ახლა პაუზა, მოკლედ მსხვერპლის როლში ხართ ამ ურთიერთობაში ყველა ვარიანტში და ამოტრიალებულ სიტუაციაში გიწევთ ურთიერთობის მიიღება, გინდათ არ გინდათ ამ სიტუაციაში რაღაცნაირად გაშიშებულ მდგომარეობაში იმყოფებით და რაღაც პერიოდია იმყოფებით უკვე ამ მდგომარეობაში და ცდილობთ აი ამ კარტებით, რომ თქვენი ემოციური ფონი დააბალანსოთ, არ ვიცი, ილოცოთ, მედიტაციები ჩაატაროთ, აფირმაციები ჩაატაროთ, თქვენ საკუთარ სულიერებაზე ფიქრობთ და რაღაცნაირად დამშვიდებისკენ ცდილობთ თქვენი ემოციური ფონი რომ დაამშვიდოთ, დაასტაბილუროთ და ესე არ წაგიღოთ აი ამ ემოციებმა სადღაც ჭაობში და სიღრმეში და დიდ დეპრესიაში, მაგრამ რთულია, იმიტომ რომ მაღალი არკანებია, ეს არის საბედისწერო კარტები და საბედისწერო მდგომარეობა, რომელიც თქვენ ცხოვრებაზე ერთგვარი თავისი ანაბეჭდი, თავისი ბეჭედი ამ მომენტისთვის, ყველა შემთხვევაში ამ პერიოდის, აი ამ ციკლის ამ პერიოდისთვის თქვენ ცხოვრებაში გარდამტეხ ერთგვარ მომენტად აისახება მაღალი არკანებით, სწორედ ამიტომაც აჩვენებს მაღალ არკანებს კარტი და სამყარო, რომ აი რაღაცა საბედისწერო ხდება თქვენ გინდათ არ გინდათ, თანახმა ხართ ამ სიტუაციასთან არ ხართ და ეწინააღმდეგებით ვერ გამოგდით, იმიტომ რომ მსხვერპლი ხართ, იმიტომ რომ დაკიდებული ხართ, თავდაყირა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ და როგორც თქვენ გაგეხარდებოდათ, ასე ვთქვათ, ამიტომ შესაძლებელია ზოგს გამოძინება უნდა აი დავიძინო და რო გავიღვიძებს, საერთოდ სხვანაირი სიტუაცია იყოს და ეს იყოს ცუდი სიზმარი ერთგვარი ჩემ ცხოვრებაში, ესეთი შეგრძნება გაქვთ. ასევე კალდისებში მე-18 მაღალი არკანი ამოდის მთვარე, ეს არის ძალიან ბევრი ეჭვების დაბინდულობების, ძალიან უნდობლობის კარტი, ძალიან დიდი ემოციური ფონი, რომელიც თქვენ გჭამთ ახლა შიგნიდან და გრღნით და არ გასვენებთ და არც ძილის საშუალებას გაძლევთ წესიერად იმისას, რომ თუნდაც გამოიძინოთ, იმისას, რომ რაღაცნაირად აი გათენდეს და მართლაც იყოს სიზმარი ეს ყველაფერი რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში. პაუზა გაქვთ ყველა ვარიანტში, არ გაქვთ შეხვედრები, არ გაქვთ ურთიერთობა, არ გაქვთ ის სითბო, რაც თქვენ გულს და სულს გაახარებთ ამ მომენტისთვის. საუბარია
7,000-ით საუბარია ფანტაზიებზე, ვარდისფერი სათვალეების ჩამოვარდნაზე, რაღაცეები რეალურად შეხედეთ და დაინახეთ თქვენ ცხოვრებაში, თქვენ პირად ცხოვრებაში რა და როგორ ხდება, ვინ არის ეს ადამიანი რეალობაში და არა ისეთი როგორიც თქვენი ვარდისფერი ფანტაზიებით წარმოგედგინათ, რომ როგორი პრინცია და ჩემი გაშლა ორივე სქესისთვის არის. მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ, რაღაცნაირად მოდი ესე გეტყვით, თქვენ ილუზიებს ფარდა აეხადა, რეალობის აი ეს ილუზიის ფარდა გადაიწია და რეალური ადამიანის სახე დაინახეთ. რეალური ზოგიერთისთვის სიტუაცია დაინახეთ, რეალური თვალებით და არა ვარდისფერი სათვალეებით, რის წინაშეც სამყარომ ასე ვთქვათ პირისპირ დაგაყენათ, რეალურად შანსები დაინახეთ. თქვენი წყვილის როგორია და სინამდვილეში თქვენ როგორ საღიქვავდით ამ პერიოდამდე, მოკლედ აი ესეთი მდგომარეობაა. ახლა ვისთვისაც რეზონირებადია ეს გაშლა ბოლომდე უყურეთ აუცილებლად და ლაიკები არ დაგეზაროთ, თქვენი კომენტარები არ დაგეზაროთ და წავედით გავიგოთ მაშინ რა უნდა გადმოგცეთ მაღალმაცალებმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. კონკრეტულად თქვენზეა საუბარი, აქ არ არის მისი ნაბიჯები და რა მოხდება და როგორ მოხდება, რა უნდა იცოდეთ მაღალი ძალებისგან ამ ადამიანთან, ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ის რომ ჰაერისტიკის დედოფლად ამოდიხართ თქვენ, შეიძლება წარმოადგენთ კონკრეტულად ჰაერისტიკიას ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი ხართ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს არის ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული ცივი დედოფალი, რომელმაც უკვე არაერთხელ იწვნია ადამიანებისგან ღალატი, მეგობარის სახით ღალატს განვიხილავთ თუ საყვარელი ადამიანის სახით რაღაცა მის ცხოვრებაში, მის პირად ცხოვრებაში საერთოდ ისე წარიმართა ამ დღემდე, რომ ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ ყინულის დედოფლად ეს ქალბატონი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თუ ჰაერისტიკიას არ წარმოადგენთ, არც მაგალითად ორგანოების თანამშრომელი არ ხართ, რაც შეიძლება ამ გარდით რომ იყოს, რომ მაგალითად კანონმდებელი, ადვოკატი, მოსამართლე, პოლიციელი, პატრული, რაღაცა მესაზღვრე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კანონიერებასთან და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომელთან სიტუაციურად სამუშაო რეჟიმი თუ არ გაგაჩნიათ, ეს არის თქვენი მენტალური მდგომარეობა, რომელიც რეალურად აწონ-დაწონით მართალია იქ ფანტაზიები გქონდათ და რაღაცას ვარდისფერი სათვალეებით უყურებდით ამ ურთიერთობას, რომ აი ეს არის ის რაღაცა სურპრიზივით, რომ ჩემ ცხოვრებაში გამოანათა თითქოს ხივით რაღაცა შეიძლება დამილაგდეს პირად ურთიერთობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ არასდროს არ ურჩიოდით თქვენ მენტალურ გონებრივ განვითარებას და ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობთ თქვენი გონებით შეგეხედათ სიტუაციისთვის, პარტნიორისთვის, ურთიერთობისთვის, ყველაფერი აწონ-დაწონის მხრივ მიგეხოთ ცხოვრებისგან და რა თქვენი ილუზიები, თუმცა როგორც ჩანს, ილუზიები მაინც ურთიერთობასთან დაკავშირებით ასე თუ ისე გქონდათ და გაცილებით უკეთესად და ლამაზად ღებულობდით ამ პიროვნებას, ამ ურთიერთობას თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე რეალობაში ამის საფუძველი ასე ვთქვათ იყო და აი რაღაცნაირად უფრო დადებითად იყავით მოტივირებული ამ ურთიერთობაში. პენტაკლის დედოფლადაც ასევე ამოდიხართ, ეს არის ძალიან ღირსეული ქალბატონი, თავის ფასი რომ იცის და ძალიან კარგად შეუძლია გამომუშავება ფინანსების სტაბილურობის შენარჩუნება, თავისი ოჯახის რჩენა, თავის ლამაზად შემოსვა და ასე ვთქვათ, მისი ღირებულების წარმოჩინება სოციუმისთვის და არა მხოლოდ სოციუმისთვის. ეს არის ქალი, რომელსაც საკუთარი თავის ფასი იცის და ესეთი ტურბულენტურობა ემოციებში არ გააჩნია, ძალიან სტაბილური და მყარია ემოციურად, ძალიან გაწონასწორებულია და იცის თავი ვის უნდა გაუყადროს და ვის არა და ვის საერთოდ მისცეს საშუალება რომ მას მიუახლოვდნენ. აი ესეთი ორი ენერგია შეიძლება ასევე მიწის სტიქიას წარმოადგენთ. არ არის საერთო გაშლაში გამორიცხული მიწის და აერის სტიქის დედოფლებისთვის, ანუ მამაკაცებისთვისაც არის ეს გაშლა, ეს არის ის მომენტი, როცა უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცეცხლის სტიქიის პრინცი აუცილებლად მოქანდება თქვენთან. ეს იქნება ერთგვარი პერიოდის დასასრული, იმ პერიოდის დასასრული, როცა თქვენ ელოდით რაღაცა მოქმედებას მისგან და სიყვარულით იყავით მოტივირებული მასთან მიმართებაში, ემოციებით, აი ძალიან ცდილობდით, რომ შესულიყავით მის მდგომარეობაში და გაგეგოთ, რატომ ვერ აკეთებს და როგორ ვერ აკეთებს. პენტაკლის მეფეთ ამოდის ეს ადამიანი რესურსულად მაქსიმალურად ჩადებს ურთიერთობაში ყველაფერს და ზოგიერთისთვის
ოჯახური სტაბილურობითაც დაგვირგვინდება ეს ურთიერთობა.